ბალი მუჰამადი იშვიათი გამბედაობით შედის რინგში, თითქოს საკუთარ თავში დარწმუნებულია, თითქოს ყველაფერი უკვე დაიმორჩილა. ის რამდენიმე ხნის წინ ლეონ ედვარდსთან დაპირისპირებისას აჩვენა, რომ შეუძლია არა მხოლოდ ბრძოლა რაუნდებში, არამედ სტრაიკინგის კომბინაცია და სამბერული ელემენტები ერთდროულად გამოიყენოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, სტრაიკინგის თვალსაზრისით ბალი სერიოზული კაცი გახდა. მას აქვს ძლიერი ხელები, პრაქტიკულად კანელოს ხელები და ესცემს მოწინააღმდეგეს. მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როცა ბალი მიდის JDM-თან ორთაბრძოლაში და მიუხედავად იმისა, რომ მისი დარტყმები გარკვეულწილად მოქმედებს, ის მაინც იგებს, რომ შესაძლოა უნდა დაბრუნდეს საბრძოლო ტექნიკაზე, რომელიც მას ყველაზე მეტად აძლევს უპირატესობას, წონასწორობაზე, ფეხზე და წაქცევებზე. მან სცადა ბრძოლა რაღაც მომენტში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. როცა მოჭიდავეები მიდიან ბრძოლაში მხოლოდ სტრაიკინგის გეგმით, მათ წარმოუდგენლად ძნელია შუა ბრძოლაში შეცვალონ სტრატეგია. ისინი ცდილობენ დარტყმებით მოიპოვონ უპირატესობა, თუმცა რეალობა ასეთია. პროფესიონალი სტრაიკინგის მქონე კაცი, როგორიცაა კორი სანენი, გატეხავს მათ. მათი სახე იწვევს შეცდომებს, როდესაც ბალი ცდილობს დაეჭიროს მოწინააღმდეგე, იგი უკვე დაზარალებულია ფეხზე ნანესებული დარტყმებისგან, რაც ცვლის მის თავდაცვით რეაქციას. მორაბდევალიც იგივე გზას ადგას, თითქოს არ სჯერა რეალობის. მას აქვს წარმატებული ბრძოლა შუგარ შონ ალის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ბევრი ტვიტერიც აღფრთოვანებულია მისი გრაპლინგის გაუმჯობესებით. მაგრამ აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ მოჭიდავეები ხშირად ეგონათ, რომ სტრაიკინგში ისინი უკვე საოცრად კარგი არიან, რადგან მან წარმატებით გაიტანა დარტყმები ისეთი სტრაიკერის წინააღმდეგ, როგორიცაა შუგარ შონა. ეს იწვევს სუპერკონფიდენციალურობას, რომელიც ხშირად სუთ შედეგებში მთავრდება. მორაბის ინტერვიუ შაკ MMA-თან კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. ის პირდაპირ ამბობს, რომ გეგმავს 90% დარტყმებით ბრძოლას კორი სანენთან. ეს ფატალური შეცდომაა, რადგან კორი არის სწრაფი, დინამიური, რთულად დასარტყმელი და სკრამბლინგის ექსპერტი. ნებისმიერი მცდელობა ბალივით უბრალოდ დარტყმებით დაიკავოს უპირატესობა დასრულდება პრობლემით. ასევე, ბალის მაგალითიდან ვხედავთ, თუ როგორ უნდა სწორად შეადგინო თამაში. ლეონ ედვარდსთან პირველივე 90 წემში ბალი მწარმატებით შექმნა წაქცევის საშიშროება, რაც გახსნა მისი სტრაიკინგის შესაძლებლობები. თუმცა JDM-თან ბალიმ უბრალოდ უკან დაიხია. არც ერთი წაქცევის საფრთხე არ შექმნა და მივიდა სიტუაციაზე, სადაც მოწინააღმდეგმა იგრძნო მისი ნაკლებად აგრესიული მიდგომა. ეს არის გამაოგნებელი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც თითქმის განაპირობებს წაგებას. მოკლედ, როდესაც ბალი ან მორაბი მიდიან ბრძოლაში მხოლოდ სტრაიკინგის გეგმით, უნდა იცოდნენ რეალური დონის თავიანთი შესაძლებლობები. თავდაჭერობა კარგია, მაგრამ როდესაც პირობაა, რომ 90% დარტყმებით ბრძოლა გინდა, მაშინ საქმე წარუმატებლობისკენ მიდის. თუ კი ვერ გირჭერს მოწინააღმდეგე early game-ში, არ შეუძლია ეფექტურად მართოს ბრძოლა, მაშინ თითქმის გარანტირებული წაგებაა. მორაბდევალი როგორც ჩავს, ცოტა დაიბნა საკუთარი სტრაიკინგის დონის გადაჭარბებული შეფასების გამო. ის პირდაპირ აცხადებს, რომ აპირებს 90% დარტყმებით ბრძოლას კორი სანენთან, რაც უკვე წინასწარ აღრმავებს პრობლემებს. კორი სინეგენსი არამხოლოდ სწრაფია, არამედ დინამიურია. აჩკარებს მოძრაობებს, მუდმივად იცვლის პოზიციებს და ძალიან რთულია მისთვის ნორმალურად დარტყმა. უბრალოდ შეხედეთ, როგორ იცავს კორი საკუთარ თავს, როგორ იცავს საკუთარ სივრცეს, როგორ ახერხებს მოწინააღმდეგის შეტევების მუდმივად გამოტოვებას და სკრამბელით პოზიციების დაბრუნებას. მორაბის პრობლემა აქედან იწყება. ის არასაკმარისად აგრესიულად შედის ორთაბრძოლაში, არ ქმნის წაქცევის საფრთხეს პირველივე წამებიდან, რასაც აქვს კატასტროფული შედეგები. ბალი მუჰამადის მაგალითი JDM-თან ბრძოლისას ნათლად აჩვენებს, რომ თუ ვერ გამოიყენებს შენ საბრძოლო ტექნიკას ადრეულ ეტაპიდან, მოწინააღმდეგეს სწრაფად იგებს შენი სტრატეგიის სისუსტეს. ბალი ლეონ ედვარდსთან პირველი 15 წამიდან ქმნიდა წაქცევის საფრთხეს, რაც დარტყმებს დიდ ეფექტს აძლევდა. თუმცა მორაბმა JDM-თან იგივე არ გააკეთა. უკან დაიხია, დარტყმების აღქმა უფასოა, მოწინააღმდეგეს კი კომფორტი მიეცა. ახლა წარმოვიდგინოთ მორაბი კორისთან, საქმე კიდევ უფრო გართულებულია. კორი ბევრად უფრო დინამიურია და ათლეტიკალი ძლიერი. მისი სტრაიკინგი უფრო სწრაფია ვიდრე JDM-ის, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის მორაბისთვის დარტყმებით დომინირებას. უბრალოდ სტრაიკინგზე ფოკუსირება, მაშინ როცა კორის შეუძლია სწრაფად შეაწინააღმდეგოს და პოზიცია დაუბრუნოს, არის რეცეპტი კატასტროფისთვის. მორაბის ინტერვიუ შაკ MMA-სთან აჩვენებს, რომ ის ზედმეტად დარწმუნებულია საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. როცა ის ამბობს, რომ აპირებს დარტყმებით დაკავოს კორი, მისი სიტყვები არც უფროა ვიდრე აღქმის შეცდომა. ის არ ხვდება, რომ სტრაიკინგის ერთგულება განსაკუთრებულად 90%-ით მის წაგებას გარანტირებს. ბალი მუჰამადის მაგალითი ჯემენდეილთან ბრძოლისას ნათლად აჩვენებს, რომ თუ ვერ გამოიყენებს შენ საბრძოლო ტექნიკას ადრეულ ეტაპიდან,
მოწინააღმდეგე სწრაფად იგებს შენი სტრატეგიის სისუსტეს. ბალი ლეონ ედვარდსთან პირველი 15 წამიდან ქმნიდა წაქცევის საფრთხეს, რაც დარტყმებს დიდ ეფექტს აძლევდა. თუმცა მორაბმა JDM-თან იგივე არ გააკეთა, უკან დაიხია, დარტყმების აღქმა უფასოა, მოწინააღმდეგეს კი კომფორტი მიეცა. კორის სტრაიკინგი ძალიან მოქნილია, სწრაფი ხელები, მუდმივად სვლადი დისტანციები, ძლიერი ხილვები. იმის ნაცვლად, რომ მორაბმა ის დარტყმებით შეაშინოს, ის უბრალოდ ცდილობს თავის წარმოსახულ პერიფერიულ სივრცეში გადაადგილებას, რაც მისთვის უფრო საშიშია. მორაბი უნდა გაიგოს, რომ სტრაიკინგის თამაში შეიძლება მომგებიანი იყოს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს პირდაპირი წნეხი, წაქცევის საფრთხე, რეგულარული დაწინაურება. თუ კორის მხოლოდ დარტყმებით მიუდგები, მას ექნება კომფორტი. ის გატეხავს შენს დაცვას და სკრამბელში მოახერხებს პოზიციის აღდგენას. მორაბის კიდევ ერთი პრობლემა თავისი სტრაიკინგის გადაჭარბებული თავდაჯერებულობა. ის ვერ ხვდება, რომ კორის სინეგენსის ანალოგიური დინამიკის კაცი გაცილებით უფრო რთულია დასარტყმელი ვიდრე შუგარ შონ ომალი, რომელმაც უბრალოდ ვერ შექმნა იგივე წინააღმდეგობა. მორაბის გადაწყვეტილება გავაკეთებ 90%-ით სტრაიკინგი აშკარად აჩვენებს, რომ ის ძალიან სერიოზულად აღიქვავს თავის თავზე შექმნილ იდეალურ აღქმას, რაც შესაძლოა იწვიოს სრულ წაგებამდე. მოკლედ პოლკაური გვაჩვენებს მთავარ პრობლემას. მორაბმა არ გამოიყენა თავისი საბრძოლო ტექნიკა ადრეულ ეტაპიდან, ზედმეტად ჩაეფლო სტრაიკინგში, გადაჭარბებულად დაეყნო თავის ხელებს და საბოლოოდ ეს ყველაფერი კორის კონტროლირებულ გარემოს აძლევს. ნებისმიერი შეცდომა, ნებისმიერი დაბნეული მოძრაობა, ეს სკრამბელით მისგან დაშილი იქნება. მორაბი რეალურად თამაშობს აგრესიულად, მაგრამ არ სწორად და ეს მოკლედ შესაძლოა იყოს მისი გადამწყვეტი შეცდომა. მორაბ დევალი გულწრფელად გვიჩვენებს, რომ საკუთარი სტრაიკინგის აღქმა ძალიან მაღალ დონეზე აქვს. ინტერვიუში ის პირდაპირ ამბობს, რომ აპირებს 90%-ით დარტყმებით ბრძოლას კორის სენეგენის წინააღმდეგ. აქამდე ეს სიტყვები შეიძლება აღვიქვათ თავდაჯერებულობად, მაგრამ რეალობაში ეს აშკარად ზედმეტი თვითნდობაა, რომელიც ხშირად საბრძოლო სამყაროში ფატალურად თავდება. მორაბი აშკარად იმედოვნებს, რომ მისი სტრაიკინგის მიღწევები შუგარ შონ ალის წინააღმდეგ რაიმე გარანტიას მისცემს. სინამდვილეში შუგარ შონი და კორის სანიგანს ეს სრულიად განსხვავებული დონის სტრაიკერები არიან. კორის დინამიკა, ფეხების მუშაობა, მოძრაობის სისწრაფე და სკრემბლინგის უნარი ქმნიან გარემოს, სადაც ნებისმიერი ზედმეტი თავდაჯერებულობა სასიკვდილოა. პასუხისგებლობას აღქმა მორაბის მხრიდან 0 აქვს სტრაიკინგში. ის ამბობს fight 90% striking. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ის არ გეგმავს საჭირო წნეხის შექმნას, არ აყენებს მოწინააღმდეგეს კონსტანტზე და არ აყალიბებს საფრთხეს წაქცევის სახით. წინა მაგალითებიდან ვიცით, რომ წაქცევის საფრთხე აძლევს სტრაიკინგის უპირატესობას, რაც ბალისა და ლეონ ედვარდს მაგალითზე კარგად ჩანს. ფსიქოლოგიურად მორაბი ფაქტობრივად მიეჩვია საკუთარ წარმატებულ სტრაიკინგისადმი. როდესაც ადამიანი ზედმეტად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, იწყება ერთი რამ. underestimates მოწინააღმდეგე არ აღიქვამს დინამიურ, სწრაფ და გამოცდილი სტრაიკერის რეალურ შესაძლებლობებს. კორის შემთხვევაში ეს დამანგრეველია, რადგან ის მხოლოდ დარტყმებით არ თამაშობს. მან პრაქტიკულად უკვე ნასწავლი აქვს, როგორ ამოქმედოს თავისი სკრემბლ, როგორ არ დაუშვას წაქცევა და როგორ გამოიყენოს საწყისი პოზიციები საკუთარი უპირატესობის გასაძლიერებლად. მორაბის ნერვიოში ასევე ჩანს მცირე გადამეტებული თავდაჯერებულობის ნარევი. ის ცდილობს დამაჯეროს, რომ ყველაფერი კონტროლდება, რომ მისი მწვრთნელები მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. თუმცა, აქ მთავარი არ არის მწვრთნელების რეაქცია, არამედ თავად მორაბის თვითნობის ზედმეტი დოზა, რომელიც ცვლის რეალური შეფასების უნარს. როდესაც მორაბი შეხედავს კორის სენეგნის წინააღმდეგ დარტყმებით ბრძოლას, მისი წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია შეიძლება უბრალოდ არ იმუშაოს. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კორის სენეგანს არამხოლოდ ძლიერი სტრაიკერია, არამედ სკრემბლინგის ოსტატიცაა. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც იწყება სტრაიკინგზე 90%-ით, კორის საშუალებას აძლევს აღადგინოს პოზიცია, დარტყმებით გამოაგდოს და საბოლოოდ მორაბი აღმოჩნდება მუდმივად საფრთხის ქვეშ. მოკლედ, პოლკა 3 გვაჩვენებს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა მორაბის შემთხვევაში. ზედმეტი თვითნდობა სტრაიკინგში, მცდარი სტრატეგიული შეფასება, წნეხის არასწორი გამოყენება და მოწინააღმდეგეს რეალური დონის არასწორი აღქმა. ამ ყველაფერმა შეიძლება შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც მორაბი უბრალოდ ვერ შეძლებს ბრძოლას ისე, როგორც მის უნარებშია ჩაფიქრებული. ბრძოლის წარმატება ხშირად იმაზეა დამოკიდებული, როგორ ახერხებს მოთამაშე მოწინააღმდეგის შეცდომების გამოყენებას ადრეულ ეტაპზე. ბალი მუჰამადი ლეონ ედვარდსთან ბრძოლაში გამოიყენა ფუნდამენტური სტრატეგია. პირველი წამებიდან მან შექმნა წაქცევის საფრთხე, რაც გახსნა დარტყმების სივრცე. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ თუ მოჭიდავე სტრატეგიულად ცდილობს ძალის შეტანას მოწინააღმდეგეზე, სტრაიკინგი ხდება არა მხოლოდ ეფექტური, არამედ საშიში. მორაბ დევალის პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს. ის ჯანდაბად ირჩევს 90%-ით სტრაიკინგს, თითქოს ზედმეტად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში. მაგრამ კორის სინიგანსი არის ისეთივე დინამიური, სწრაფი და სკრამბლინგის ოსტატი, როგორც ბალი ვერ იქნებოდა ამ სტრაიკინგის სტრატეგიაში.
თუ მორაბი ვერ ახერხებს წნეხის შექმნას და ვერ აყენებს მოწინააღმდეგეს კონსტანტზე, სტრაიკინგი უბრალოდ არ იმუშავებს. ფეხებზე მოქმედება მორაბის წარუმატებლობის მთავარი ფაქტორია. პირველი წამებიდან წაქცევის საფრთხის უქონლობა კორის საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდეს, გამოიყენოს დინამიკა და არ დაუშვას კონტრშეტევა. აქედან გამომდინარე, სტრაიკინგის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ მას უქმნის უპირატესობას, ხოლო მორაბს აჩენს დაბნეულობას. მორაბის კიდევ ერთი შეცდომა არის თაიმინგის არასწორი აღქმა. მან უნდა გამოიყენოს წაქცევის საფრთხე იმ მომენტში, როცა კორი ყველაზე მოწყვლადია, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. კორის დინამიკა, ფეხების მუშაობა და მოძრაობა ართულებს მორაბისთვის დარტყმებით ეფექტის მიღწევას. შესაბამისად, მორაბი აღმოჩნდება მდგომარეობაში, სადაც ცდილობს დარტყმებით უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მოწინააღმდეგე მუდმივად აღადგენს პოზიციას, სკრამბლით აკონტროლებს ბრძოლას და აძლიერებს თავის უპირატესობას. გარდა ამისა, სტრაიკინგის ზედმეტი ფოკუსირება აბეზრებს მორაბის ფსიქოლოგიურ რესურსს. მის ქმედებებს ნაკლები კონცენტრაცია აქვს წაქცევებზე და უფრო მეტია, რომ დარტყმები არ არის ისე მიზანმიმართული, როგორც საჭიროა. კორის შემთხვევაში ეს არის კატასტროფული კომბინაცია. სწრაფი, დინამიური სტრაიკი პლუს სკრამბლი უდრის მორაბის სტრატეგიის კოლაფსს. მოკლედ, პოლკა 4 გვაჩვენებს, რომ მორაბის მთავარი სისუსტე არის წნეხის უქონლობა, ფეხებზე მოქმედების არასწორი სტრატეგია და სტრაიკინგის ზედმეტი ფოკუსირება. კორის სინიგანსის დინამიზმი და სკრამბლ ფაქტორი პრაქტიკულად უზრუნველყოფს მორაბის მუდმივ ზეცოლას და მის შესაძლებლობებში მაქსიმალურად დაბნეულობას. მორაბდევალი ახლა დგას რთულ სიტუაციაში. ის მართლა მჯერა, რომ შეუძლია ბრძოლა სტრაიკინგზე 90%-ით, მაგრამ რეალობა აშკარად სხვაა. კორის სენდეგანს არის სრულყოფილი სტრაიკერი, რომელიც ვერ იტანს წარუმატებლობას ასეთი აგრესიული წინასწარი გეგმებით. მისი დინამიკა, სწრაფი ფეხები და სკრემბლი უზრუნველობს იმას, რომ მორაბის ნებისმიერი მცდელობა ხელით ან ფეხით კონტროლირება სწრაფად უპასუხებს. მორაბს აქვს უნარი და ტექნიკა, რომ შეასრულოს დიდი ნახტომები და გამოიყენოს თავისი საბრძოლო ცოდნა, მაგრამ მისი სტრატეგიული შეცდომები უკვე ჩანდა პირველივე წამებიდან. არ გამოიყენო წაქცევის საფრთხე ადრეულ ეტაპზე, ზედმეტად დახარჯო სტრაიკინგი, ეს ფაქტორები ქმნიან სიტუაციას, სადაც კორი მარტივად აკონტროლებს ბრძოლას, აგრესიულად უკავშირდება სკრემბლს და აცდენს მორაბს სტრატეგიული უპირატესობისგან. თუ მორაბი გადაწყვეტს გააწონოს თავისი სტრაიკინგი და ცდილობს მოწინააღმდეგეს შეაშინოს დარტყმებით, მას დაელოდება სერიოზული შედეგები. კორის წინააღმდეგ ნებისმიერი დაბნეულობა, შეფერხება ან ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება გამოიწვიოს ქვითინით და სკრემბლით პოზიციის დაკარგვით. მორაბის ერთადერთი შანსი შეინარჩუნოს კონტროლი, გამოიყენოს თავისი საბრძოლო ცოდნა, აყენოს მოწინააღმდეგეს კონსტანტზე, შექმნას წაქცევის საფრთხე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოს სტრაიკინგი. მოკლედ, მორაბს შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებს ყველაფერს, რაც მას აქვს. სწორი სტრატეგია, ტაქტიკური ჩაცდომა, წნეხი ფეხებზე, სტრაიკინგისა და წაქცევის კომბინაცია. ნებისმიერი გადაჭარბებული თვითდობა სტრაიკინგში, ნებისმიერი მცდელობა 90%-ით დარტყმებით მხოლოდ კორის უპირატესობას აძლიერებს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ფსიქოლოგიური ფონი. მორაბი ზედმეტად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში. კორის ინდეგანსის დინამიკა და სწრაფი ფეხები არ აძლევს საშუალებას, რომ ასეთი თავდაჯერებულობა დარჩეს შეუმჩნეველი. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა მორაბისთვის იქნება გამოცდა, სადაც მისი სტრატეგია, ტაქტიკა და თვითკონტროლი განსაზღვრავს შედეგს. შესაბამისად, ჩემი პროგნოზით, მორაბი შეიძლება აჩვენოს საოცარი საბრძოლო ტექნიკა, მაგრამ თუ ისევ მის ზედმეტ თვითდობას დაუმატებს ფოკუსირება სტრაიკინგზე, კორის ინდეგანს მარტივად გადააქცევს ბრძოლას თავის სასარგებლოდ. ეს იქნება კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ზედმეტი თავდაჯერებულობა და სტრატეგიული შეცდომა ერთ ბრძოლაში წაგება გამოიწვიოს.